მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს კვლავ მოგვიწევს შევეხოთ ევრობიუროკრატიის მხრიდან მორიგი შანტაჟის ინსტრუმენტზე და შანტაჟის ნარატივებზე და რას კურველია საუბარი ალბათ უნდა დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო პირველ რიგში იმ გადაწყვეტილების საბაბი, რომელიც პრემიერმა ირაკლი ყობახიძემ გამოაცხადა გასული წლის ნოემბერში, რომ საქართველო შეწყვეტდა ამ ღია მოლაპარაკების ფორმატს, იმიტომ რომ ეს მოლაპარაკება მხოლოდ შანტაჟის მექანიზმად იყო გადაქცეული და კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს რამდენიმე დღის წინ, როდესაც ანდრიუს კუბილიუსმა, სწორად თუ ამბობთ მის სახელს იმედია, განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება კვლავ არის მიზანი და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის გაფართოებულ სიაში იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეიცვლება. რაც რასაკვირველი არის პირდაპირი მხარდაჭერა, პირდაპირი მოწოდება იმ რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ რევოლუციურ პროცესს ელოდება ევრობიუროკრატია და ისე არ აპირებს, რომ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა თუ თანამშრომლობითი ურთიერთობა დაალაგოს, სანამ ამ არსებული სახით არიან წარმოდგენილები ისინი ამ სტრუქტურებში და ამაზე ვისაუბრებთ დღეს. ვეცდებით გავაანალიზოთ სიღრმისეულად ეს საკითხი და ის პერსპექტივები, რომელიც აქვს ამ ურთიერთობას ევრობიუროკრატიასა და საქართველოს შორის. ეს მართლაც ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ დაუსრულებელი შანტაჟი, მე ალბათ ვიტყოდი, რომ ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა, ხო, ევრობიუროკრატიის, რომელიც deep state-ის ევროპული რედაქცია დავარქვით ჩვენ, იყო მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟზე აგებული. და სხვათა შორის თუ დააკვირდები მაგალითად ნეიტრალურ, გინდა ოპოზიციურ ტელემედია საშუალებებში, სადაც ნიუსად იდება მსგავსი ევრო ჩინოვნიკის, ვიღაც ბიუროკრატის საშუალო სტატისტიკური, უსახო, საერთოდ უკონცეფციო ადამიანის რაღაცა ესეთი თითით დაქნეული მითითება საქართველოსადმი, ხალხის რეაქცია არის ფუნდამენტურად შეცვლილი, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ მათ არ აქვთ უფლება მსგავსი ტონით გველაპარაკონ. ეხლა რაც შეეხება უკვე პუნქტობრივად და სისტემურად რო წავყვეთ ამ საკითხებს. ჯერ კიდე ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან იწყება მსგავსი რიტორიკა ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე, რომ ღია კარში დგომა, სკვაზნიაკი არ არის კარგი არც ჯანმრთელობისთვის, არც სულისთვის და არაფრისთვის. ჩვენ უყურებთ 30 წლის განმავლობაში რაღაცა ფანტომურ, ეფემერულ დაპირებებს, რომელიც ვითომ და სადღაც უნდა შესრულდეს. ჯერ კუბილიუსი საერთოდ არ არის ლეგიტიმური სპიკერი გაფართოებაზე ლაპარაკობს. კუბილიუსი არის ლიეტუელი შალვა ნათელაშვილის კალიბრის ტიპი, რომელიც მანამდე იყო კგბ-ს აგენტი, რომელსაც ალაპარაკებენ აბსოლუტურად ყველაფერს 1000 ევროს დაუმატებენ და ისიც არის და ესეც არის. კუბილიუსთან ალაპარაკებს, ჯერ კუბილიუსმა როგორ უნდა გადაწყვიტოს რამე და ასეთმა ევრობიუროკრატებმა, ხო, ეს არის უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილება. მე ყოველთვის ლაპარაკობდი მაგას და ვამბობდი, რომ აი შევხედოთ გეოგრაფიას. კი, მანამდე არის პრეცედენტები, სადაც მოსაზღვრე არა მოსაზღვრე ქვეყანა და ეს კონტინენტური ნაწილი არ იყო და ვიღაც შევიდა ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ გეოგრაფიას რო დავაკვირდეთ, თუ ფუნდამენტური ცვლილება არ მოხდა გეოპოლიტიკაში და ასეც პირი არ უჩანს, ჩვენი უახლოესი ევროკავშირის სახელმწიფო არის ისინი, ხო, ბულგარეთი და რუმინეთი და ისინი აქეთ უფრო ახლოს არის, რა ვიცი, სხვა თურქეთი თუნდაც, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო. თურქეთს მაგალითად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ 99 წელს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და 99 წლის შემდეგ 2005-ს დაიწყო გაწევრიანებაზე უკვე მოლაპარაკებები და ანუ სტატუსიდან გასული, სტატუსის მინიჭებიდან გასული არის 27 თუ 26 წელი და მოლაპარაკებების დაწყებიდან გასული არის 20 წელი და არაფერი არ შეცვლილა, ზუსტად ერთ პოზაში მდგარ მოლაპარაკებებზე გვაქვს საქმე, როგორც არის საქართველოსთან მიმართებაში. და მე უფრო მეც ვიტყვი მაგალითად, თუ ჩვენ შევხედავთ ახლა ერთი მხრივ რუმინეთი გახდა ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების და მისი სამხედრო ბაზების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი აღმოსავლეთ ნაწილში. შესაბამისად, მოლდოვას როგორც გეოგრაფიული მდგენელით, ისე ყველანაირი პრაქტიკული თუ იდეოლოგიური თუ მორალური მხრივ მათ
უნდა მიანიჭონ ევროპა, იმიტომ რომ ყველა ამასაც ვერ დავინახავთ. უკრაინაზე ხო არ ვიცი, როგორ გადაწყდება, მაგრამ კუბლიუსის განცხადებაში იყო ძალიან სიმპტომატური ეს, რომ ჩვენ ესე იგი საქართველოს იმით უნდა გავაღიზიანოთ, რომ მიიღებენ წევრობას და თქვენ დარჩით ესეო. ის რა არის? თქვენ ბოდიში უკრაინა და მოლდოვა მხოლოდ იმის გამო მაინც უნდა მივიღოთო, რომ მე საქართველოსთან მქონდეს სავაჭრო, რომ აგეთ უარ ფართოვდება ევროკავშირი. კი ბატონო, და იცით რა არის? ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო ალბათ მე ვიტყოდი დასავლეთის ფეტიშიზაცია, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა ტრანზიციის შემდეგ ყველაფერი რაც იყო საბჭოთა კავშირში, რაც კარგი იყო, გადავაყოლეთ საბჭოთა კავშირს, იმიტომ რომ ეს მაინც ბოროტება იყო. და ყველაფერი რაც კი ცუდი ქონდა დასავლეთს, ის მივიღეთ უაპელაციოდ, იმიტომ რომ დასავლეთი იყო ზოგადად ყველაზე კაი რამ. უკრიტიკოთ მივიღეთ, ეს იყო მონური, რაღაც კოლონიალისტური მიდგომა. შესაბამისად, ესე იყო სოციოლოგიური კვლევები, ესე იყო ყველანაირი კვლევა აწყობილი. მედია სივრცეში დასავლეთის კრიტიკა არ წარმოებდა საერთოდ, ეს იყო უდიდესი რაღაც საკრალური და ესეთი კეთილის სივრცე. როდესაც ჩვენ გავხსენით მსგავსი დისკუსიის შესაძლებლობა, დავსვით კრიტიკული კითხვები, უკვე ხალხმა თვითონ დაინახა და საერთოდ არა პირდაპირ ვაპობ, უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაც კი თავის პლუსებით და მინუსებით, რომელიც ექნება, მინუსებიც აქვს და ბევრი პლუსიც, უკვე ხალხს უნდა დაუსვა ეგ შეკითხვა რა, რომ გვაწყობს თუ არა ესეთ შანტაჟის ფორმით ლაპარაკი, რაც მოხდა მოლდოვაში, როგორც ჩართეს და მოაბილიზეს ემიგრაცია, რაც მიიღო მოლდოვამ, რომ მაგალითად საფრანგეთის ქიმიური ნარჩენები უნდა დაასაწყობოს, უნდა იყოს სანაგვე ურნა, როგორც იყენებენ რა ინსტრუმენტადაც იყენებენ, როგორი პერიფერია, როგორი მეათეხარისხოვანი ქვეყანა არის და როგორ გამოიყენებენ მას, ხო? და ის საქართველოს უნდა ეს, როცა მსოფლიო განაწილება ხდება, ეხლა ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი იბადება და შესაბამისად საქართველოს ძალიან სწორად ეძებს თავის როლს. ამასთან ჩვენ როდესაც პირველად განცხადი შევიტანეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ პაკეტში მოვხვდით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამის შემდეგ უკვე 2 წელზე მეტი არის გასული და ქართულ ადამიანმა ძალიან კარგად დაინახა და ძალიან კარგად ხედავს თუ რამხელა არის სხვაობა და ეს მარტო ქართულ ადამიანს აღარ არის, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რამდენად დიდი არის განსხვავება საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებშიც კორუფციიდან დაწყებული მედიის თავისუფლებით და სასამართლოს დამოუკიდებლობით და კორუფციისგან თავისუფლებით ინდექსებში. ანუ ამას ვერც კი მათი ევრობიუროკრატიის კონტროლის ქვეშ მყოფი ინსტიტუციები ვერ აყალბებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კანდიდატის სტატუსი 1 წლით დაგვიგვიანეს, რაც პირდაპირ ემსახურებოდა იმას, რომ იქნება მაგ 1 წლის განმავლობაში ამ უსამართლობით აღეშფოთებინათ საზოგადოების ნაწილი ისე, რომ მათ აგენტურულ ოპოზიციას შეძლებოდა, რომ ეს ხალხი, ამით აღშფოთებული ხალხი, რომ აი თურმე ეს ხელისუფლება უკრაინას და მოლდოვას მიცეს და ერთადერთი წინაპირობა არის იმისა, რომ ჩვენ არ გვაძლევენ ამ სტატუსს და როგორღაც ძალადობრივი მეთოდით ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისო მათი აგენტურული ხელისუფლებით, მაგრამ ჩვენ აგრეთვე უნდა გავიხსენოთ მაშინ, როდესაც მათი აგენტურული ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობა მართავდა 9 წლის განმავლობაში, იქ საუკეთესო შედეგი, რაც ევრობიუროკრატიამ მიუგდო მაშინდელ თავიანთ მონობაში მყოფ აქაურ მსტოვრებს, იყო მაპზე უკეთესი. ჩვენ გავახსოვს, ხო, ძალიან კარგად რამხელა პროპაგანდა ჩაერთო იმაზე, რომ თურმე მაპზე უკეთესი მიიღო ქვეყანამ და ეს იყო აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ უახლეს პერიოდში თუ ისე მხარს დაუჭერდით მიხეილ სააკაშვილის გუნდს, ის შეგვიყვანდა ევროკავშირში. ნუ დღესაც იგივე ხდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები, როდესაც სტატუსის დროს ოპოზიცია რო დადიოდა ევრობიუროკრატებთან, მათაც აღიარეს, რომ თავარი მოთხოვნა და თავარი მოლაპარაკების საგანი ის იყო, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, არ მოენჭებინათ ჩვენი ქვეყნისთვის
და ეს იყო არა კონკრეტულ რაღაცა პოლიტიკურ ქიშპობაში გადასული, არამედ ქვეყნის მტრობაზე. თავიდან ბოლომდე მორგებული, იმიტომ რომ თუნდაც ეხლა როდესაც იგივე ადამიანები ჩადიან ამ ევრობიუროკრატებთან, ეხლა უკვე საუბარი იმაზე, რომ იქნებ როგორღაც მოხდეს და ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერო ქვეყანას და აი ამით მაინც გამოიწვიონ ის რევოლუციური პროცესი, რომელსაც ამდენი ხანია ცდილობენ და ამდენი ხანია ვერ ახორციელებენ. ამიტომ ჩვენთვის ეს ევრობიუროკრატია და წამოსული ყოველი მსგავსი მესიჯი რასაკვირველია, მხოლოდ შანტაჟი არის და სხვა ვერაფერს ვერ დაარქმევ. იმიტომ რომ საქართველო 2012 წლის შემდეგ ასრულებდა ზედმიწევნით აბსოლუტურად ყველა დათქმას, აბსოლუტურად ყველა წინაპირობას, რომელსაც მოითხოვდა ევროკავშირი საკანონმდებლო დონეზე იქნებოდა ეს რაღაცა სოციალურ პრაქტიკის გადახედვის მხრივ იქნებოდა. არ არსებობდა კომპონენტი, მათ შორის ისეთიც კი, რომელიც შეიძლებოდა საზოგადოების უმრავლესობისთვის არ ყოფილიყო გასაგები, მაგრამ ხელისუფლება იმ გზას არ უხვევდა და იმ კურსს არ უხვევდა, რაც კონსტიტუციაში ქართულმა თავისით ჩაწერა, რომ სვლა ევროკავშირის გაწევრიანებისკენ რაიმენაირად არ შეფერხებულიყო. უბრალოდ, როდესაც გაჩნდა ომის საფრთხე და უკვე გადარჩენის ქვეყნის როგორც ეროვნული ერთობის გადარჩენის საკითხი, მაშინ მოხდა ამასთან დაპირისპირება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ამდენი ხანია, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე მარტო შანტაჟი, მარტო ზემოქმედების და ზეწოლის ინსტრუმენტი და სხვა არანაირი აქ რაღაცა კეთილმეგობრული თუ პარტნიორული თუ თანამშრომლობითი თუ არაზემდგომი როგორც მას უყურებს ქვეშევრდომს მსგავსი დამოკიდებულება აქ არ იკვეთება. დამეთანხმებელად რომ ძალიან გვინდა დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს ასე არ იყოს, უბრალოდ ჩვენ ამ ყველაფერზე გვიწევს საუბარი, იმიტომ რომ ეს ასეა ან ჩვენ ქვეყანას ყველაზე უსამართლო და შეურაცხყოფელი ფორმებით უტევენ ისეთი ადამიანები, რომელთაც თავიანთ ქვეყანაშიც კი არ აქვთ ლეგიტიმაცია, ის კი არა რომ რაღაცა ვიღაცა სერიოზული ავტორიტეტი გამოდის და ის გაკრიტიკებს ან ის გლანძღავს, ანუ ისეთი ხალხი კუბილიუსით დავიწყეთ საუბარი, კუბილიუსი რომელსაც საერთოდ არანაირი მანდატი არ აქვს მინჭებული ხალხის მხრიდან და არის დასმული ბიუროკრატი. ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასიდან ისეთ სუბიექტები, რომელსაც თავიანთ ქვეყანაში არჩევნები ტარდება, იქ რო ვერ აგროვებენ რაღაც 2%-ზე მეტ ხმას. იქ ადამიანები საქართველოს არ უნდა უწყვეტენ და ვერ გადაუწყვეტენ, რასაკვირველია, სამ ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს. იმ პერსპექტივას და იმ მომავალს, რომელიც პირველ რიგში უნდა იყოს მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რა დათქმების გამოც ეხლა ასეთი ნიაღვარი მოდის კრიტიკის თუ დამუნათების თუ შეურაცხყოფის, არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ომის პერიოდში მათთვის სასურველი ზემოქმედება არ მოახდინეთ ჩვენ რუსეთზე, რაც გულისხმობდა, რომ მე აუცილებლად ომში მოგვიწევდა ჩართვა და ამიდან ჩვენ უკვე ვეღარ გამოვიდოდით როგორც სახელმწიფო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენთან ახლა ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ნახე, აი ეხლა ამ პროცესებიდან გათვალისწინებით კი უარყოფენ რომ ვინ ითხოვდა ომში ჩართვას, მაგრამ ნახე რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ჯარი დგას აქ და მე მახსოვს ერთი რომ უკრაინის ლიდერშიპი პირდაპირ ამას მოგვიწოდებდა, რაც ნიშნავს რომ ეს იყო deep state-იდან დაგვეთა. მეორე მხრივ ევრობიუროკრატები ამაზე საუბრობდნენ რომ თქვენ უნდა შეუერთდეთ პირდაპირ სანქციებს, თქვენ უნდა გააგზავნოთ გარკვეული ტიპის სამხედრო აღჭურვილობა, თუნდაც სიმბოლურად ჩაფხუტი, რომ ეს ჩაითვალოს სამხედრო დახმარება და არ არის საკმარისი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ჩვენ ძალიან ბევრი გაუგზავნეთ უკრაინას. ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც იმას ნიშნავდა ავტომატურად და მე ბოდიში ჩვენთან საქართველოში ამ უცხოურმა აგენტურამ, ანუ რადიკალურმა ოპოზიციამ აწია ის თემა, რაც გულისხმობდა, ესე იგი, შიდა მობილიზაციას, სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერებას, რომ ჩვენ ესე იგი უნდა შევკრათ 30,000 კაცი, რომელიც აპრიორი ნიშნავს, რომ იმათ უნდა მოამზადონ 100,000 კაცი, რომ შემოვიდნენ და რუსეთს ამის რესურსი ეხლა არ გააჩნია, ჩვენ მეორე ფრონტიდანაც უნდა დავასუსტოთ რუსეთი, აი დათვს რო კბილის ჭყირები ესროლო რა. და ამის გამო უნდა გაწირულიყო საზარბაზნე ხორცად, უბრალოდ უნდა აფეთქებულიყო საქართველო, აღარ იქნებოდა ეკონომიკურად, აღარ იქნებოდა პოლიტიკურად, აღარ იქნებოდა გეოგრაფიულად, საერთოდ გაქრება. ანუ და ჩამოვინგრევოთ. აი ეს აღშენებლობა, ეს მშვიდობა, ეს სტაბილურობა აღარ იქნებოდა. ამის ფასს ჩვენ ვერ ვიგებთ. ეს დაახლოებით მე სულ იმას ვადარებით ის ჟანგბადივით არის, რომ გააქვს ვერაფასებ ხო, რომ ნუ აი ისედაც უნდა იყოს, მაგრამ როცა ჟანგბადის დეფიციტია, მაშინ ხვდები, რომ ყველაფერს ფასი ეკარგება სიმდიდრესაც და იმას უბრალოდ თავარია ეს იყოს. ესევეა მშვიდობა. აი ამ კალიბრის ჯანმრთელობის ტოლფასია რა და
ჩვენ ეს ვერ ალბათ ვიღაცებმა კიდე ეს ვერ გაანალიზეს. ჩვენ პირდაპირ ომში ჩართვას გთხოვდნენ. ომში ჩართვას გთხოვდნენ გარკვეული ევრობიუროკრატები, გარკვეული წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლის ალბათ ერთი მხრივ ჩანაწერებიც იარსებებს და დოკუმენტური მასალებიც ამ ყველაფერს დამატებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მახსოვს ერთ-ერთი პარლამენტარი თუ არ ვცდები დეპუტატი ირაკლი კობახიძეს დაემუქრა რომ აი ფიცოსთან ხო ნახე რა მოხდაო რა ხო და ჩვენზე იყო როგორი შანტაჟი და როგორი ზეწოლა და ამას გაუძელით კი არა საქართველოს გამოვიდა ორმაგად ძლიერი და ორმაგად ამაყი აქედან ჩვენ ეს კოლონიალური დისკურსი აი ეს წყევლა 30 წლიანი გადავლახეთ თან ალბათ ყველას კარგად გახსოვთ მთელი ის პროპაგანდა როგორ აიგო რომ დასავლური პრესა იქნებოდა ეს თუ მთელი რიგი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, რომ რუსეთი ვერ აღწევდა წარმატებას უკრაინასთან ომში, რომ მათ აღარ ჰქონდათ საკმარისი საბრძოლო არც ტექნიკა, არც ბრძოლის უნარიანი არმიის რაოდენობა. 3 წელი პროპაგანდა ყვებავდა ხალხს იმაზე, რომ კიტრის წნილით აგდებდნენ რუსეთის დრონებს უკრაინელი ბებოები და რა მარტივი იყო ასეთ მოცემულობაში საქართველოს დაებრუნებინა თავის დაკარგული ტერიტორიები და შესულიყო პირდაპირ სამხედრო ესკალაციაში რუსეთთან. ჩვენ ბოლო 1 თვის განმავლობაში ვხედავთ, რამდენად შეცვლილი არის ეს ნარატივი, თუნდაც იგივე დასავლურ პრესაში, რაც ცხადყოფს იმას, რომ ზელენსკის უკმაყოფილება გაზრდილი არის deep state-ში. იმიტომ რომ წერილზე და სტატიაზე ქვეყნდება იმას დაკავშირებით, რომ ზელენსკი ვეღარ მართავს პროცესებს და მის უკმაყოფილება კიდევ უფრო მეტად იზრდება ევრობიუროკრატების მხრიდან და აგერ სულ ბოლოს ამერიკის მიღებული რუსეთთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით უკრაინას თხოვენ რომ იმაზე ორჯერ მეტი ორი დამატებითი ტერიტორია დათმოს ვიდრე ოკუპირებული აქვს ამ მომენტისთვის რუსეთს რაც ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ უკვე აღარავის ის ილუზია პროპაგანდითაც კი აღარ აქვს, რომ შესაძლებელია რომ უკრაინა აქედან რაიმე მხრივ გამარჯვებული გამოვიდეს. ამ ქვეყანას მოუწყვეს პირდაპირ მნიშვნელობით თვითგანადგურების გეგმა განუხორციელეს და უბრალოდ ეხლა იმაზე მეტის საუბარი, სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი, იქნება ეს ნახევრად განადგურებული ქვეყანა თუ ბოლომდე მოხდება სამწუხაროდ ამ ქვეყნის განადგურება. და ზუსტად ამის პატარა ჭანჭიკი უნდა ყოფილიყავით ჩვენ, მხოლოდ იმის გამო, რომ უფრო მეტად მომხდარიყო რუსეთის დაზიანება. რაზეც ჩვენ რო რაიმე ტიპის ამის რესურსი გაგვაჩნდეს, კიდე ხო შეიძლება მართლა რომ ამაზე ადამიანი დაждდა და იმსჯელობდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს თუ რაღაცა დიპლომატიურად გარდაუვალო დიპლომატიურად შეუძლებელი არის ამის დაბრუნება, მე შეიძლება მართლა რომ რაღაც სტრატეგიაზე იფიქრო, აბა იქნებ სხვა გზებით. მაგრამ ჩვენ ამის ფიზიკური შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენი ქმედით უნარიანობიდან გამომდინარე მილიტარისტული თვალსაზრისით, როდესაც ვადარებთ ჩვენზე 200-ჯერ დიდ ქვეყანას. ცალკე ტრაგედია არის კიდე ის ჩვენი მიკროსოციუმი ქართული მოსახლეობის ლიბერალური სექტა იქნება თუ პირდაპირი ნაც მიდრეკილი სექტის წარმომადგენელი, რომლებიც სათაყვანებელ და ავტორიტეტულ ფიგურებად ისახავენ აგერ ზემოთხსენებულ კუბილიუსს და ჯო ვილსონს და მსგავს ფიგურებს, რომლებსაც მართლა საერთოდ არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნიათ თავიანთ ქვეყანაში და ჩვენთან უნდათ რომ ეს ადამიანები ავტორიტეტებად შემოგვასაყვანონ, როცა ყავს მაშინ ხო ჩვენ აგერ შალვა ნადელაშვილი ახსენე, ყავს მაშინ ეგეთი მასხარა პოლიტიკოსები ჩვენ აქ და შეუძლიათ იმათ დაუჭირონ მხარი. უფრო ნაკლებ მოღალატეობრივი იქნება, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის ბიუროკრატზე მაინც არ გექნება სალოცავი და იმას არ დაიკიდებ გულზე. რომ ჯო ვილსონმა უნდა გადაგვარჩინოს და აი როგორღაცა ტვიტებით გავაგებინოთ და ხელმოწერები გაუგზავნოთ, იქნებ კუბილიუსის და ჯო ვილსონის ერთობით მოხდეს საქართველოში გადატრიალება. საბოლოოდ ხო ჩვენ ამ კალიბრზე დავედით ახლა უკვე რა, იმიტომ რომ აღარ არსებობს არანაირი რეალური აღმაშფოთებელი, იმიტომ რომ თუ აქამდე ცადეს და მოახერხეს რომ მაგალითად ეს იქნებოდა
საკმარისად ხარს არ უჭერთ უკრაინას, ჩვენი სირცხვილია და ძობს ბომბების ცეცხლში ვიწოდეთ, ვიდრე ამ სირცხვილმა დაგწვან, რაც იყო ქართველი NGO-შნიკების მთავარი ნარატივი. და შეიძლება რამდენიმე დღეამანი მუშაობა ვიღაცა აღელდა და ვაიმე მართლა სირცხვილი ხო არაა და გამოვიდა ქუჩაში. შემდეგ იყო, როდესაც გამჭვირვალობის კანონზე მოყვა ეს ყველაფერი, ეს არის უკვე რუსეთიზაციის გარდაუვალი გზა და ამის იქით მე უკვე ჩვენ აღარ შეგვეძლება საერთოდ არანაირი ურთიერთობა შევინარჩუნოთ ევროპულ ცივილიზაციასთან, დაგვიხორსა თარგმნელობითი სამუშაოებს გაგვიჩერებენ და ხო გას უთხრა რაზე მიდიოდა საუბარი, უკვე 2 წელი არის ეს კანონ პროექტი მოქმედებაში შესული და მუშაობს, რა ვიცი მე მგონი არც თარგმნელობა არ გაჩერებულა, უცხოეთში სწავლობს ხალხი და არანაირი პრობლემა არ არის. არაბიჭერს იყო ჩვეულებრივი სიგიჟე და უნდა ჩიდა რევოლუცია და ეხა რაზე ლაპარაკი გამოვლინდა ამდენი შიდა აგენტი და კი მივიღეთ ყველაფერი და ვნახეთ რაც უნდათ და რაც მოიტანა და მე კიდე ერთხელ ვამბობ ევროკავშირმა რაც თავის თავს ჩვენთან დაუშავა ვერც ერთი ევროსკეპტიკოსი ვერ დაუშავდა მას ამდენს და რატო ეს არის ევროცენტრისტული ძველი კოლონიალისტური მიდგომა სადაც აროგანტული პოზიცია გაქვს სხვა ეგრეთ წოდებულ დასაპყრობ და დაპყრობილ ქვეყნებს არ უდგები როგორც კულტურა და არ უდგები როგორც შენ საპირწონედ, უდგები როგორც დაბალ ორგანიზებულ რაღაცა დაბალ იერარქიულ წარმონაქმნებად და შესაბამისად ელაპარაკები ესეთი ტონით. ასეთი ტონაობა, როდესაც ეხება თავმოყარე ქვეყანას, პირიქით შენ გიშავდება ამით. ეს ვერ გაიგეს რა და ეხლა მიიღეს ეს. ხო და თან იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ამას გაუძელით და რატომაც გაუძელით რამდენიმე ფაქტორი, ერთი ის რომ ხელისუფლება არ მყარი. მეორე ალბათ და ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბიძინეევანიშვილის ფაქტორი. მესამე რომ ჩვენ გარედან ეს ბიუროკრატია, როგორც ახსენი, იმდენად აროგანტული და იმდენად უსამართლო დამოკიდებულებით გვეპყრობა, რომ ეს შეუძლებელი არის რიგითმა ქართველმა არ იგრძნოს და არ დაინახოს და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის ის აგენტურა, რომლითაც ცდილობენ, რომ ხალხის მხარდაჭერილი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეცვალონ. ჩვენ თუ ლაპარაკობთ, რომ ჯო უილსონი და კუბილიუსი და ფონ დერ ლაიენი არიან მასხრები და საკუთარი ქვეყნიდან არ აქვთ ლეგიტიმაცია, მათი ავატარები საქართველოში ხა ლევან ხაბეიშვილი იქნება ეს თუ გახარია იქნება თუ სააკაშვილი იქნება თუ მამუკა ხაზარაძე იმდენად დაზიანებული სუბიექტები არიან ჩვენს სოციუმში და იმდენად პოლიტიკური კაპიტალი აქვთ განულებული და გამოვლენილი და დადასტურებულად არიან სხვა ქვეყნის უცხო ქვეყნის აგენტები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის მტრობის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ საკუთარი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, რომ შეუძლებელი არის მათ რეალური სახალხო მხარდაჭერა ქონდეთ იმ რაოდენობით, რომ რაიმე ტიპის ცვლილებების ინდიკატორი გახდეს ეს, რასაკვირველია ეს პირველ რიგში გამორიცხული არის დემოკრატიული ცვლილებების თვალსაზრისით და რევოლუციის უკვე რამდენი ჩაშლილი მცდელობა ვიხილეთ ამ ქვეყანაში, მაგას უკვე ხელი ერთხელი არ ეყოფა დასათვლელად. ამიტომ ეს ყოველთვის იქნება ესეთი განწირული პრაქტიკა, რომელიც რასაკვირველია მოითხოვს სიფრთხილეს და დაკვირვებას და ხალხის ისევ ბრძნულ მიდგომას, რომელიც აქამდე აქვს შენარჩუნებული. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. არ გაბრძანდებოდეთ.